მოიგებს თუ არა კვარა PSG-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორედ. პარიზულმა კლუბმა ლივერპული დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა და მოლოდინებზე ისაუბრა. ნახევარფინალში კიდევ უფრო რთული დაპირისპირება გველის. ნახოთ ვისთან მოგვიწევს თამაში. მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, ამბობს კვარა. ნახევარფინალში PSG-ს მეტოქე მიუნხენის ბაიერნისა და მადრიდის რეალის დაპირისპირების შემდეგ გახდება ცნობილი. არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო. როიტერსის ცნობით ლეგენდარული ფეხბურთელის მოვლაზე პასუხისმგებელი სამედიცინო გუნდის 7 წევრს გაუფრთხილებლობის ნიადაგზე მკვლელობის მუხლით ბრალი წაუყენეს. პროკურატურის მიერ რამდენიმე წლის წინ დანიშნულმა სამედიცინო კომისიამ დაადგინა, რომ медპერსონალი არაკომპეტენტურად მოქმედებდა, ხოლო სახლი, სადაც ის რეაბილიტაციას გადიოდა, არ შეესაბამებოდა სამედიცინო მოვლისთვის საჭირო პირობებს. გიორგი წიტაიშვილი სხვა ფეხბურთელებთან ერთად მეცს დატოვებს. უკრაინული გამოცემა სპორტი წერს, რომ ამის მიზეზი კლუბის არასტაბილურობაა. მეცი დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-დან ლიგა 2-ში გადაინაცვლებს. კლუბის გამორჩეული ფეხბურთელებისთვის კი ის მიმზიდველი აღარ არის. ბოლო 25 წლის განმავლობაში კლუბმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა, რომ 2 სეზონის განმავლობაში ლიგა 1-ში დარჩენილიყო. კურიოზული პენალტი პარაგვაის ჩემპიონატში. ოლიმპიას ფორვარდმა რუბიო ნუს წინააღმდეგ 11 მეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა გოლის სახით გაიტანა. პენალტი მეკარემ მოიგერია და გადმოვარდნილი ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გადატანა მცველმა სცადა. თუმცა ბურთი მეტოქის თავდამსხმელს სახეში გაარტყა და კურიოზული გოლიც გავიდა.